ხუდადოვის ქუჩის მცხოვრებლებმა დღეს გზა გადაკეტეს და დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება მოითხოვეს. ადგილობრივების თქმით, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემის გაუმართავობის გამო მათ უკვე წლებია პრობლემები აქვთ. ამბობენ, რომ მათი სახლები ხშირად იტყორება და ცხოვრება გაუსაძლისია. ბინების სისტემა არ აქვს, ანუ კანალიზაცია არ არის საერთოდ. ამიტომ გვაქვს სრული ანტისანიტარია. ეზოებშიც ყავს ბავშვები, გვეშინია ეპიდემიის, ანუ სასიცოცხლო პირობები ნორმალური არა გვაქვს ამ შემთხვევაში. ეზოები არის დატბორილი ფეკალური მასებით, სადაც ბავშვები ყავს, თამაშობენ. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. მოედინება ქუჩებში, ეს არ არის მარტო ჩვენი, თქვათ, ადგილობრივი, მარტო ლოკალურად ჩვენს ეზოებში არ შემოიფარგლება. დაბომბილ სირიას გავს აქაურობა. კანალიზაცია რო არ იქნება, კანალიზაცია. დაბომბილ ავღანეთს და სირიას გავს აქაურობა. გზაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. ნავებს ვთხოვთ ახლა უკვე ნავებს, რო წვიმის დროს ნავებით ვიმოძრავოთ, თორე სხვა გამოსავალი არ არის და ეს ამას კიდე აიტანს ადამიანი, მაგრამ ფეკალიებს ვეღარ ავიტან. და აქეთ სალკე ზღვა შეედინება. მოდის არჩევნები, მოდის კიდევ არჩევნები. ერთი შეხვედრა რა გახდა კახა კალაძისთვის ამ ხალხთან წლების განმავლობაში ელემენტარულ საცხოვრებელ პირობას ითხოვენ. კანალიზაცია 21 საუკუნის ქალაქში. მადლობა. აი ამ ზონამდე არის ეს ხალხი მისული. აქ წლების განმავლობაში ელემენტარული საცხოვრებელი პირობა არ აქვს ქალაქში. სამწუხაროდ კანალიზაციის მოწყობა იმას რაზედაც მოსახლეობას აქვს აპელირება ამ წუთში სცილდება რაიონის გამგეობის კომპეტენციას შემოძვირფას. რამდენადაც მე ვიცი, კომპანია GP ამ თემაზე მუშაობს თავისი კომპეტენციისა და ბიუჯეტის ფარგლებში ეტაპობრივად წყალმომარაგება უკვე სრულად არის გაყვანილი ივერტუბნის ფარგლებში, კანალიზირებულია ქუჩების ნაწილი.